ვიცვირფას მეგობრებო, ტაროს კუთხე არის ჩემი გვერდზე, პირადი კონსულტაციები არის პასიანი და ნახოთ შემდეგი გაშლა ვისთვის არის, რადგანაც დიდი გამოხმაურება იყო და ესე იგი ამ ვიდეოებზე ატყდა ერთი ამბავი. ჩავწერა აუცილებლად და ისე გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა. კარგით. ნახოთ ვისთვის არის გაშლა. ჩემო კარგებო, აქ არის პირდაპირ ადამიანის რაღაცნაირად გამოფხიზლება, ან მინიშნება. ეს არის შესაძლებელია იხილოთ თქვენ ესეთი რაღაც, დაუშვათ თქვენი წასულები ვინც გყავთ მოკლედ, ხო? საგვარეულო ხაზიდან რაღაც მინიშნება მიიღოთ, შეიძლება სიზმარი იყოს, შეიძლება რამე, რა ვიცი, ვინმემ დაგიწყოთ საუბარი, ან მომენტალურად მათი ნივთები იპოვოთ სახლში, ან რაღაცას წააწყდეთ, ისე რაც გაგახსენებთ და დაუფიქრდით ამას რა მინიშნებას გაძლევთ. აქ არის პირდაპირ მინიშნება კიდევ იმ ვარიანტის, რომ აი რაღაც დასრულდა და ერთი ეტაპი, ან თქვენი ცხოვრების რაღაცა გარკვეული ეტაპი და აქ თქვენ უკვე გადადიხართ სრულიად სხვა რელსებზე, სრულიად სხვა ესა გაქვთ, რა ქვია, მიმართულება, თუმცა ნახეთ როგორ არის თქვენს ხელში არის თქვენ ეს საკითხი, რაც თქვენ გაინტერესებს. მე ვფიქრობ, ეს უკვე თქვენი ბედზე არის აქ საუბარი, რაც კი ბატონო, თქვენს ხელში არის და თქვენ უკვე გადაწყვეტეთ, რომ უნდა შეცვალოთ ყველაფერი და აქ ყველაფერი შეიძლება, რა თქმა უნდა, თანაც უკეთესობისკენ. თქვენი არჩევანი, თქვენი გადაწყვეტილება ზუსტად არის სწორი მიმართულება. მართალია აქ ძალიან დიდი ენერგია არის ჩადებული და შესაძლებელია მომენტალურად ის მომენტიც იყო, რომ რაღაც არ გამოდიოდა სიტყვაზე, მაგრამ უეჭველი ეს ყველაფერი, ესე იგი, აი ეს ნახეთ, ძველის დასასრული და ახლის დასაწყისი, მოდი ასე ვთქვათ. ასეთი ვარიანტი გიფიქსირდებათ ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში. აქ უნდა იცოდეთ, რომ არის მდგომარეობის გამოსწორება, თუ ჯანმრთელობის პრობლემა, გამოჯანმრთელება გეკნებათ, თუ ნერვიულობა შეშფოთება არის, აი აქედან გამოსვლა, განთავისუფლება. ეს არის განთავისუფლდებით თქვენ ამ პრობლემებიდან და ყოველთვის უნდა იცოდეთ და ერთი რაღაც გახსოვდეთ, რასაც ხშირად ვიმეორებ, რომ ყოველთვის იხსნება მოდი ასე ვთქვათ, ჯადოსნური კარები, ხო? ყოველთვის რაღაც აღმართს მოყვება დაღმართი და დაღმართი, ხო? ეს ბოლო 10 დღე, რომ იცოდეთ, ჯერ არ არის კიდე დასრულებული, ხო? თვის ბოლოს სრულდება. ძალიან მძიმე იყო, ძალიან მძიმე, ფსიქოლოგიურადაც, ემოციურადაც, ამას გეტყვით. და შესაძლებელია ვიღაცებს ჰქონდათ რაღაცა პრობლემები ამ პერიოდში, მაგრამ ეს იყო, აი როგორ იცით, აქ არც ჯადოა, არც ვინმე, არც რამე ესეთი მძიმე პერიოდი იყო ეს ბოლო 10 დღე, რომ იცოდეთ, ამიტომ კარგით, ნახოთ მერე რა იქნება თქვენი ენერგია, თქვენი წარმატება. აი ზუსტად მე იმას გეუბნებოდით, რომ განთავისუფლდებით ამ ყველაფრიდან, ფინანსური კრიზისიდანაც კი განთავისუფლდებით ბევრი თქვენთაგანი და აქ არის მნიშვნელოვანი მომენტი ის, რომ აი ზუსტად სტაბილურობა შემოდის, ძალიან დიდი ენერგია შემოდის, აღდგინება შემოდის, თუ ვინმე დაუშვათ იყავით როგორ პოზიციაზე იცით, რაღაც არ შეგეძლოთ ან რაღაც თავს ვერ აბამდით, ხო, ესეთ რაღაცებს. აქ ზუსტად ეს მომენტი არის. ნახეთ, არ არის გამორიცხული თქვენი სულის პიროვნებაც შემოვიდეს თქვენს ურთიერთობაში, თქვენ სახლში და ესე ვთქვათ, ფაქტიურად აქ არის ისეთი რაღაც, ან შეიძლება ვინმესთან ვიღაც იყოს, ხო, რაც მოიტანს ასე რომ ვთქვათ, მოგიტანთ დახმარებას, შეიძლება დაგეხმაროთ კიდეც, ხო, ბევრთან ესე იყოს, ხო? ამნაირად, ასეთნაირად გაჟღერდეს. კი. აქ არის წარმატება, იცოდეთ, გამარჯვება,
და პირიქით თქვენ იმ სეთ ენერგიებში გადადიხართ, თქვენ შეძლებთ სხვასაც მისცეთ გარკვეული ან რჩევა, ან დახმარება გაუწიოთ, სხვისი შთაგონება, რომ შეძლოთ სხვისი შთაგონებაც კი. აქ სხვათა შორის ეს რაც თქვენთან მოდის, ამ წარმატების ღირსი თქვენ ხართ, აქ რამე დაუმსახურებლად არ არის. ნახეთ, საკმაოდ კი არა ღირსეული, ღირსი ხარ, ღირსეულს ნიშნავს, ხო? და თქვენც ესეთი ისა გაქვთ, მე ამისთვის ვიშრომე, მე ამისთვის ღირსი ვარ სიტყვაზე და მადლობელი ვარ. ძალიან დიდი ფინანსები შემოდის თქვენთან, კი ბატონო, ძალიან დიდი ფინანსები. ახალი საქმის წამოწყება იყოს შესაძლებელია ეს. ფინანსები და ასევე, იცით რა არის? დაელოდეთ კიდევ შედეგებს. აი შედეგებს დაელოდეთ, ესეთი რაღაცა დაგიფიქსირდათ. აქ არის აშკარად გაუმჯობესება, ნუ რაფრის ნუ შეგეშინდებათ, გაუმჯობესება მდგომარეობის და მიმართულებაც კი სწორი გაქვთ, ჩემო კარგო, აქ აღებული. გაუმჯობესება და გამარჯვება. იცით რა არის? აი ამ გულის ტკივილის შემდეგ, როგორც გითხარით, ყველა დაღმართს მოყვება აღმართი თქოთ, ყველა აღმართს დაღმართი, აი ასე არის, თქვენ შეძლებთ საკუთარ თავის შთაგონებასაც და გამოდიხართ, კი ეს არის ზუსტად აი თქვენი ნახეთ ბედის ცვლილება, მაგრამ ეს არის უბრალოდ აქ შეძლებთ რაღაც შთაგონება გჭირდებათ, ეს მოდის ყველაფერი. და გულის ტკივილი რაც არის, აი ეს გულის ტკივილიც შუშტება. კიდევ რა შეიძლება გითხრათ, თქვენი ლოცვა მე ასე ვიტყოდი, შესმენილი იქნება აუცილებლად. აქ ასე უყურადღებოთ, არ რჩებით, მოკლედ, მე ასე მინდა რომ გითხრათ, რასაც ითხოვდით, მე პირდაპირ გეტყვით, რომ ეს ყველაფერი მოგეცემა, ჩემო კარგებო. უბრალოდ რა არის, იცით? განთავისუფლდით რაღაც, აი ძალიან ბევრი პასუხისმგებლობას ნუ აიღებთ. ახლა აქ მეც მიმენიშნა რაღაც, აი ეს გადააღლეს ყველაფერი რამაც შემში გამოიწვია, ახლა ვფიქრობ, რომ აი აღარ მივიღო წმენდებზე ამდენი ხალხი შევჩერდე ცოტა ხანი, ხო? იმიტომ რომ მართლა გადავიღალე კაცო. მეც ადამიანი ვარ. აქ ცოტა მეც მივიღებდი, ხო? პასუხისმგებლობის აღება არის, ხო? ესე ყველა ადამიანთან, ჩემო კარგებო. თავზე თქვენც რაღაც ესეთი გაქვთ. ნახეთ, აქ არ არის გამორიცხული, რომ თქვენ რაღაცა სხვა რამეს კიდევ ვერ ახერხებდეთ სიტყვაზე, მე ვერ მოახერხოთ. იმიტომ რომ ეს პასუხისმგებლობა იმხელა დიდი იყოს, აქ ძალიან ბევრს იღებთ თქვენს თავზე, ხო? და განთავისუფლდით პირდაპირ, ეს უკვე რჩევის სახით არის. თქვენი თავი შეიყვარეთ, თქვენი თავის სიყვარულზე გადადით. კი ღებულობთ თქვენ აქ ამ ყველაფერს უბრალოდ თუ კი რაღაცა ეს ნახეთ, კი აქ როგორი რაღაც არის, იცით, თუ კი რაღაც ეს პრობლემა თითქოს მე რაც დავასახელე გულის ტკივილი რაზეც გააქვთ, ეს არის ზუსტად იმის მინიშნება, რომ ცოტა შეუმსუბუქე შენ თავს, ცოტა შენი თავი შეიყვარე, ცოტა შენი თავი დააფასე, ცოტა შენს თავს მიხედე, ცოტა შენი ინტერესები წამოწიე წინა ხაზზე, ნახეთ, ეს არის უკვე თქვენ რადგან ამას ვერ იფიქრებთ, გამოდის რომ აი ბედი რაღაც სამყარო კი არა, აი თქვენი ეს როგორ ბედი, ამ შემთხვევაში როგორ უნდა ვთქვა? აი რაღაც, რა ვიცი, ძალები თითქოს გასვენებენ, გაიგეთ, რომ ცოტა დაისვენე, მოდი რა, და საკუთარ თავზე უფრო მეტი ისრუნე, თუმცა თქვენს ინტერესებზე მანდა მაინც აჯაროთ ვისაუბრებთ. და აქ უკვე სტაბილურობა გიფიქსირდებათ, ჩემო კარგებო, სტაბილურობა. სტაბილურობა გრძელვადიანი წარმატებაც მოდის, უბრალოდ ეს არის პატარა რაღაც,
განთავისუფლება რაღაციდან გჭირდება. შეიძლება აქ სესხი კონდეს ვინმეს არ არის გამორიცხული და ნახეთ როგორ არის, იცით, შეეცადე რომ განთავისუფლდეთ. ეხლა ერთ რაღაცას გასწავლეთ, ერთ პრაქტიკას დავუშვათ, გაქვთ ეს სესხი. და ვერ ახერხებთ აქედან განთავისუფლებას. ჯერ ერთი წმენდა კი გასაგებია ეს, მაგრამ ფინანსური არხის წმენდა კიდე სხვა არის, რომ იცოდეთ. მაგრამ ფსიქოლოგია ძალიან ბევრს მუშაობს, რომ იცოდეთ. აი თქვენ რომ გადაწყვიტავთ, რომ всё, მე უნდა აი ამ სესხიდან განთავისუფლდე. ჩათვალეთ, რომ მე უფრო შეიცვლება რაღაცეები. აქ გონებაზე ბევრი რამე არის დამოკიდებული. შეიძლება ადამიანმა გაიფიქროს, რომ всё ჩავიკეტე, ფინანსები არა, სამსახური არა, წარმატება არა და ზუსტად ისე შემოbrunდეს ყველაფერი. აქ ვერავინ ვერ დაგეხმარებათ. აქ წმარწმენდა დაგეხმარებათ, რა ვიცი. ეხლა კი შელოცვა, ფარაქის მოზიდვა, მაგრამ გონება თქვენ თუ არ განთავისუფლეთ და არ მომართეთ ცოტა როგორ იცი, აი წარმატებისკენ. ეს აღუნ ბოლომდე უნდა განთავისუფლდეთ. ახლა ერთ რაღაცას გეტყვით. ახლა ადამიანის ამოყვანა რომ გინდოდეთ ჭაობიდან და თქვენ ცდილობთ ამოიყვანოთ და ის კი კიდებთ ხელს სიტყვაზე, ხო, ესე ჩაკიდებული გაქვთ ხელი ან თოკით ეზიდებით ან ხელი, ნუ რაღაცით. და მაინც საპირისპირო დინებით მიდის სიტყვაზე, ხო? ან ქვემოთ არა იცი, მაინც ვერ ამომიყვანდა, ბარე მე აქ ვიქნები და შენ ცდილობ რომ ამოიყვანო, მაგრამ ვერ შეძლებ. მან თუ არ მოგეხმარა იქედან, თუ არ რაღაცა მოინდომა, ხო? რთული არის, ხო? ამ შემთხვევაში აქ ეს უნდა შეცვალოთ თქვენ ეს, მაგრამ როგორ არის, ქვეცნობიერზე უნდა იმუშაოთ. თუ ქვეცნობიერი რაღაცა შინაგანი მაინც არას გეუბნებათ, ამ შემთხვევაში ძალიან კარგი არის მედიტაციები, პრაქტიკები, საკუთარ თავთან მუშაობა, ნახეთ, განმარტოვდებით უბრალოდ, წარმოიდგინოთ როგორი რაღაც იცით, აი მარტო ხართ და უბრალოდ დავუშვათ როგორ დახუჭეთ თვალები, დაფიქრდით და როგორ რაღაცა ხართ, სად დაინახავთ თქვენს თავს, წარმოიდგინეთ. შეიძლება დაინახოთ სადმე ჭაობში ან რაღაცა ისეთ უდაბურ ადგილას გააჩნია, ხო? არ აქვს მნიშვნელობა, კაი, თუ გინდათ, რა ვიცი, ამ ოთხეში წარმოიდგინეთ თქვენ თავი, მაგრამ იქედანაც უნდა აიმაღლოთ, აი გონებრივად თავი, რომ საღაციდან ამოდით. აი თქვენს სხეულს უნდა წარმოიდგინოთ, შეხედოთ, რომ საღაციდან ამოიყვანეთ, ამოდით და აი როგორ არის, იცით, სიმაღლეზე, აი სინათლეში გამოიყვანოთ თქვენი თავი, ძალიან კარგად მუშაობს ეს. ძალიან კარგად და პლუს კიდე თუ იქ წმენდებს რაღაცებს წარმატებას მოიზიდავთ 100%-ით უკვე ეჭვიც არ შეგეპაროთ, ყველაფერი შეიცვლება რადიკალურად. მაგრამ თუ თქვენ ამას ვერ მოახერხებთ საკუთარ თავში, ვისთანაც არ უნდა მიხვიდეთ, რომელ პრაქტიკოსთან, ყველას გაუჭირდება თქვენი დახმარება. გამიგეთ რისი თქმა მინდა. ამიტომ ესეთ რაღაცები გააკეთეთ, ეს ძალიან კარგად მუშაობს. რომ იცოდეთ. აი როგორ არის, იცით, რამდენი დავუშვათ რაღაცა შემოგიტებ თუ არ ყოფითი, ყოველთვის არა, ყველაფერი კარგად იქნება, ამაზე გადამიტანია კრიზისი, ხო? და გამოსულ ხართ მდგომარეობიდან. წარმოიდგინეთ ისევ აი განმარტოვდით და მომენტალურად, აი ხალხში ხართ, არ უნდა კაცო ლოგინი დაწოლა და რაღაცები. აი ხალხში განმარტოვდით, კუთხეში გადით, საფერფარაშოში გადით. დახუჭეთ 2 წუთი, 2 წამი თვალები, ამის დრო ყველას ნახავთ, როცა ეს გაქვთ უკვე როგორ იცი მიზნად დასახული. წარმოიდგინეთ და აი მომენტალურად ამოიყვა, მასკენ თუ უბრალოდ გაიფიქრეთ, რომ ამოდით რაღაცა ნათელში გამოიყვანეთ თქვენ და მომენტალურად და всё, წადით გაგრძელეთ თქვენი საქმე. ეს დატოვეთ უკვე გაუშვით, ხო, ენერგია. ეს მუშაობს, ჩემო კარგებო, ძალიან კარგად. მაგრამ ეხლა მე რო ადამიანთან დავუშვათ მე ჩემთან მოვიდა და ადამიანთან მე მუშაობ მასე, მაგრამ თვითონ არ მეხმარება. ანუ ეს ნიშნავს უკვე ეს არის ზუსტად არ დახმარება, ხო? იქით მეუბნება, რომ დავუშვათ ვერ შეძლებ, ან რაღაცას ისე არ აკეთებ, ან რაღაც უარყოფითად არის განწყობილი. ნუ ეხლა მე კი გავაკეთებ ამას, მაგრამ როგორ დავეხმარო უკვე? ძალიან რთულია.
ძალიან რთული ასეთ ადამიანთან მუშაობა, ხო? მე ამას ადრეც ვაჟღერებდი ჩანაწერებში და რა თქმა უნდა, ეხლაც გავაჟღერებ და აქ იცოდეთ, რომ როგორი რაღაც დაფიქსირდა, იცით? ყველანაირ პრობლემას, გადაჭრით კი არა. ჩათვალეთ, რომ დიდი კლდე რომ იყოს, გადაანგრევთ და სრული წარმატება გელოდებათ ამ შემთხვევაში. ძალიან დიდი წარმატება არ არსებობს, ამან არ იმუშაოს ხალხი. ეს მაქვს დატესტილი, მე თვითონ, მე მოყოლილი მაქვს, როგორ რთულად ვიყავი და სხვათა შორის ეხლაც ხდება ჩემს ეს მაგიური თავდასხმები. მინდა გითხრათ, რა ვიცი, ეხლა თუ მისმენთ და ძალიან მეღიმება უბრალოდ და რას ვიზამთ ეხლა ხდება, არც მიკვირს. მაგრამ იმასაც ალბათ მადევნებს თვალს ვინც აკეთებს ამ ყველაფერს, ხო? რა ვიცი, კი ვარ, კარგად მომგონი, კარგ ხმაზე მაშვები ვჭიკჭიკებ, ხო? და აქ როგორ არის, იცით, აუცილებლად ელოდეს სასწაულებს ესეთი თემა გეკნებათ. თქვენი შეუძლებელი აქ არაფერი არ არის და უპირველესად როგორი რაღაც არის, იცით, ეს ქვეცნობიერ დაგეხმარებათ, ძალიან დიდი ბედნიერება, კმაყოფილება. და მე გავიმარჯვე, ბოლოს ასე იტყვით, მე ეს შევძელი. ამას იტყვით და ეს გაგრძელდება დიდი ხანი, ჩემ კარგებს ეს ცოტა ხანი კი არ იქნება, ეს გაგრძელდება, ეს წარმატება. ეს არ არის ერთდღიანი წარმატება. ჩემი გაშლები, როგორც თქვენ აღნიშნავთ, ჩაქრა, ყველამეც უნდა დავასრულო საუბარი. ყოველთვის რაღაც გამოირჩევა და ვფიქრობ, ესეც გამორჩეული გამოვიდა ეს გაშლაც. კარგი, ჩემო კარგებო, დაგემშვიდობებით, გისურვებთ წარმატებებს. აღარ გავაგრძელებ, იმიტომ რომ ძალიან კარგი, მართლა მეტი ამოღება არც არის საჭირო აქ განლაგება ისეთი ადამიანთელიც თავისით რო ჩაქრა სასწაული. გისურვებ წარმატებას, იცოდეთ, რომ თქვენი წარმატება, ჩემი წარმატებაც არის და მე თვითონ თქვენთაგან ის წარმატება გამიხარდება და მე მინდა რომ თქვენ ყველა იყოთ ბედნიერი. მით უმეტეს ის ხალხი, ვინც ჩემთან მოდიხართ და იმედის თვალით მიყურებთ, რომ ნინო დამეხმარო იქნება ან რაღაცა, ჩემთვის ძალიან მტკივნეული არის, რომ ვიღაცას რაღაც პრობლემა იქნება და დავშავ მდგომარეობიდან ვერ გამოდის. ეს იცოდეთ. ძალიან განვიცდი, ემოციური კირჩხიბი ვარაც არ უნდა იყოს, არ ვიცი რამდენად გამოვხატავ და რამდენად იგრძნობა ამას გრძნობთ, მაგრამ ნამდვილად არ მიხარია მე, როდესაც ადამიანი რაღაცა ვერ გამოდის მდგომარეობიდან, ერთ წრეზე ბრუნავს და ასე შემდეგ მაქსიმალურად ვცდილობ და იმედია გამომივა ეს ყველაფერი და შეძლებთ თქვენც ჩემთან ერთად და მე თქვენთან ერთად, რომ ამ წარმატებას ზუსტად მიაღწიოთ. დაგემშვიდობებით, გისურვებთ წარმატებებს.